2019 წლის ივლისის დასაწყისში ტეხასის ჰიუსტონის მაცხოვრებელი ჩეის მაკრეიზი სათევზაოდ წავიდა. იმ დროს მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის მიერ დაჭერილი თევზის შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებდა. როდესაც მის ანკეს თევზი გამოვედო, ჩეიზი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მძიმეს მოათრევდა წყალში. საბოლოოდ კი როცა სანაპიროზე ამოიყვანა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. თევზთან ერთად იყო გველიც, რომელიც ამ თევზზე იყო შემოხვეული და მის გადაყლაპვას ცდილობდა. ჩეიზის მიერ გადაღებულმა ვიდეომ უამრავი ნახვა მოაგროვა. როგორც წესი, ადამიანები არ ერევიან ხოლმე ასეთ სიტუაციებში და ცხოველთა სამყაროს საქმეს ხელს არ უშლიან, მაგრამ ჩეიზი სხვაგვარად მოიქცა. მან გაათავისუფლა თევზი მტაცებლისგან და წყალში დააბრუნა. 2021 წლის ოქტომბერში პორტუგალიაში სანაპიროზე შეამჩნიეს უზარმაზარი მოთეთრო ფერის არსება. როდესაც ახლოდან დაათვალიერეს, გაირკვა, რომ ეს იყო მკვდარი მზის თევზი. მზის თევზი 3 მეტრის სიგრძის იზრდება და 2000 კილოგრამამდე აღწევს. თევზი თავის ცხოვრებას ოკეანის სიღრმიდან ზედაპირზე მოგზაურობაში ატარებს. წყლის ზედაპირზე იგი თბება და თოლიების დახმარებით ანტიპარაზიტულ გასუფთავებას იტარებს. მაგრამ აღმოჩენილი თევზი სხვა მზის თევზებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენ კილოგრამს იწონიდა ის? როგორც უკვე ვთქვით, მზის თევზი საშუალოდ 2000 კილოგრამამდე იზრდება, მაგრამ პორტუგალიის სანაპიროზე აღმოჩენილი მზის თევზი 2700 კილოგრამი იყო. ეს კი აბსოლუტური რეკორდია. ასეთი რამ ჯერ არასდროს უნახავთ და აღმოუჩენიათ. სიგრძით კი 3,5 მეტრს აღწევდა. მდედრი მზის თევზები ხერხემლიანებს შორის ნაყოფიერების ყველაზე მაღალი პოტენციალით გამოირჩევიან. რატომ ქვია ამ თევზს მზის თევზი? როგორც წესი, ის ფსკერზე ბინადრობს, სადაც ძალიან დაბალი ტემპერატურა. გასათბობად კი ზემოთ ზედაპირზე ამოდის. იმის გამო, რომ მისი სხეულის ზედაპირის ფართობი ძალიან დიდია, მზის სხივებისგან სითბოს და ენერგიას ადვილად იღებს. სწორედ ამიტომ დაარქვეს ამ თევზს მზის თევზი. პორტუგალიის სანაპიროზე აღმოჩენილი უზარმაზარი მოთეთრო ფერის არსება, აღნიშნული მზის თევზი, ყველაზე დიდი იყო, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ლოქოები მეთევზეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სათევზაო ობიექტებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივი ანუ ევროპული ლოქოს სხეულის სიგრძე 5 მეტრს აღწევს, ხოლო წონით შეიძლება 400 კილოგრამიც კი გაიზარდოს. აქვს 3 წყვილი ულვაში, ბინადრობს მდინარეების კალაპოტებსა და ტბებში. მტაცებელია, იკვებება თევზებით, ბაყაყებით და სხვა ცხოველებით. მეთევზეებს მობეზრდათ ლოქოს დაჭერა სტანდარტული მეთოდებით და ახალი რამ გამოიგონეს. ამ ახალ რაღაცას კი ნუდლინგი ჰქვია. ნუდლინგი როგორც თევზაობის სახეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 90-იან წლებში დაიბადა. ის წარმოადგენს ლოქოს შიშველი ხელებით დაჭერის მეთოდს. ამჟამად ნუდლინგი ნებადართულია ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოებით 12 შტატში. რადგანაც ეს თევზაობის საკმაოდ საშიში სახეობა, მას გარკვეული საფრთხეც ახლავს თან. ნუდლინგი საკმაოდ საშიში სპორტია. ძალიან ხშირად მეთევზის ხელები დაკაწრულია და სხვადასხვა ჭრილობებით არის დაფარული. ეს საშიშროება შეიძლება შემცირდეს დამცავი ხელდათმანების გამოყენებით, მაგრამ ამ დროსაც კი ინფექციის შეჭრის და თითების მოკვნეტის რისკიც კი მაინც ძალიან დიდია. ნუდლერებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ ასევე წყლისის ბინადრები, რომლებსაც ლოქოების მიერ მიტოვებულ ორმოებში უყვართ დაბინავება. ასეთია ალიგატორი, გველი და სხვადასხვა ცხოველი. ეს სახიფათო თევზაობის მეთოდი ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ასეთ დროს მეთევზეს ყოველთვის ჭირდება დამხმარე, რადგან მარტოს ხშირად უზარმაზარი ლოქო ვერ ამოჰყავს წყლიდან. ამერიკის ზოგიერთ შტატში სპეციალური ღონისძიებებიც კი იმართება და მეთევზეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ნუდლინგში. ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებაზე მეთევზემ ხელი წყალქვეშა ხვრელში შეყო. მას ეგონა, რომ ლოქოს მიაკვლია. თუმცა მოულოდნელად ძალიან ძლიერი ტკივილი იგრძნო. ხელი სისხლიანი ჰქონდა და ძალიან სტკიოდა. ლოქოს ნაცვლად მას კაიმანისებრი კუ დახვდა. აღნიშნული სახეობა ძალიან საშიშია და პირანიას მსგავსად ყველაფერს კუწავს და ნაფლეთებად აქცევს საკუთარი ყბით. კაიმანისებრი კუ ძალიან ხშირად იკავებს ლოქოს ადგილს და როგორც კი მას ნუდლერი შეეხება, საფრთხეს აღიქვამს და შეტევაზე გადადის. როგორც უკვე ვთქვით, კუს ძალიან ძლიერი ყბა აქვს. აქ კი ნუდლერის საქმე ნამდვილად ცუდად მიდის ხოლმე. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა გააზიარა თავისი ისტორია, რომელიც 14 წლის წინ გადახდა თავს. ეს მამაკაცი არაერთი წელია პროფესიონალურადაა დაკავებული თევზაობით. ხშირად ის რამდენიმე დღიან გასვლას აკეთებს ზღვაში. მას უწევს 3 ან 4 დღის გატარება ზღვის შუა გულში, რომ ითევზაოს. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ძალიან საინტერესო თავგადასავალია ეს ყოველივე. ზოგიერთისთვის ძალიან რთულია მარტო დარჩენა ზღვაში შუაღამით, მაგრამ გამოცდილ მეთევზე როგორც წესი მიჩვეულია ასეთ რამეს. მოულოდნელად აღნიშნულმა კაცმა ცაზე უცნაური ობიექტი შენიშნა. ეს იყო რაღაც უჩვეულო, რომელსაც ძალიან ძლიერი ნათება ახლდა თან.
შეშინებულმა ბიჭმა გადაწყვიტა სწრაფად დაბრუნებულიყო სახლში. მოგვიანებით ახალი ამბებიდან ბიჭმა გაიგო, რომ სინამდვილეში ეს იყო იაპონური კოსმოსური ხომალდი, რომელიც დაიმსხვრა და ჩამოვარდა. როდესაც ვსაუბრობთ ოქროს თევზებზე, როგორც წესი წარმოვიდგენთ პატარა აკვარიუმის თევზებს. თუმცა როგორც წესი ასეთი თევზების სიგრძე არასდროს აღემატება 30 სანტიმეტრს. ის ხომ ხელოვნურია და დეკორატიულად არის გამოყვანილი, მაგრამ ბუნებაში ხვდებით მათ გიგანტ ვერსიებსაც. ამ მეთევზემ მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს თევზი დაიჭირა. ეს კი საფრანგეთში მოხდა. დაჭირილი თევზის წონა 30 კილოგრამს აღწევდა. ეს კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი განსაკუთრებული შეფერილობით გამოირჩეოდა და ის სტაფილოსფერი იყო. მისი აღმოჩენა ნამდვილი სენსაცია იყო მეთევზეებისთვის. ის რა თქმა უნდა უკან დააბრუნეს წყალში. მსოფლიო ოკეანე უამრავ საიდუმლოს შეიცავს. შეგვიძლია მუდმივად ვიმეოროთ ის წინადადება, რომ ადამიანი ვერასდროს შეძლებს ბოლომდე ოკეანის საიდუმლოებების ამოხსნას. ოკეანის არსებების უმეტესობა დღემდე არავის გამოუკლოვია და ვინც ის იქნებ ფსკერზე ცხოვრობს რაღაც დიდებული და შოკის მომგვრელი არსება, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს გაოცება. ერთხელ გამოცდილი მეთევზე სახელად ევანი მეგობრებთან ერთად გაემართა სათევზაოდ სამხრეთ აფრიკის წყლებში. როდესაც დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, უკვე მოსაღამოდა, თუმცა საგნების გარჩევა მაინც შეიძლებოდა. ევანი გარეთ გამოვიდა და ზღვის პეიზაჟებით ტკბებოდა. მასთან ახლოს იყო ახლად გაცნობილი სხვა მეთევზე ბიჭი სახელად პიტერი. ევანს უყვარდა სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ახალ მეგობრებსაც ხშირად იჩენდა. აღმოჩნდა, რომ პიტერის თევზაობის მოყვარული იყო და წლებია უკვე ამ საქმეს გართობის მთავარ საქმედ აღიქვამდა. ადრე პიტერი აღნიშნულ ადგილზე ხშირად თევზაობდა. როდესაც მოსაღამოვდა, ამინდიც აირია. ნაომა ტალღებზე ტორტმანი დაიწყო. მოულოდნელად წყალში ბიჭებმა რაღაც უცნაური შენიშნეს. პიტერმა ვერ შეძლო სრული სურათის დანახვა, მაგრამ ძალიან კარგად დაამახსოვრდა ის თვალები. ეს იყო უზარმაზარი თავი და მოწითალო ფერის თვალები. თუმცა სრული სურათის დანახვა შეუძლებელი იყო. ეს ისტორია რაღაც გამოგონილს გავს, თუმცა მაინც ვინც ის იქნებ რეალურად არსებობს რაღაც უზარმაზარი ოკეანეში, რაც ჯერ ადამიანებს არ უნახავთ. რაღაც მეგალოდონზე უფრო დიდებული. 2015 წლის ივლისში კალიფორნიის სანაპიროზე მეთევზეებმა შეამჩნიეს უჩვეულო ფორმის ძალიან გრძელი თევზი. იმისათვის, რომ ეს თევზი სანაპიროზე გამოეთრია, 15 ადამიანის დახმარება გახდა საჭირო. ადგილობრივები მიჩვეულები არიან შტორმის შემდეგ სხვადასხვა ზღვის არსების ხილვას სანაპიროზე, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევა იყო. ასეთი რამ ჯერ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი. ის გრძელ ზღვის გველს გავდა. როგორც მოგვიანებით გაერკვა, ეს იყო ეგრეთ წოდებული ქამარი თევზი. ქალს, რომელმაც ის პირველმა ნახა სანაპიროზე, 15 ადამიანის დახმარება დასჭირდა, რომ ზღვის ურჩხული ნაპირზე ამოეთრია. თევზი ქამარი 900 მეტრზე მეტი სიღრმის წყალში ცხოვრობს და ამიტომაც მეცნიერებისთვის ის ნაკლებადაა შესწავლილი. ამიტომაც მისმა გამოჩენამ ზღვის ზედაპირზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წყლის ზედაპირზე ამოტიტუებული მკვდარი ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისი ვიზუალი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ადამიანები გაოცებულები იყვნენ ნანახით. ზოგადად მსგავსი შემზარავი შესახედაობის ღრმა წყლის მონსტრები საკმაოდ იშვიათად ხვდებიან ადამიანის თვალთა ხედვის არეში. ასე რომ გასაოცარი არაფერია იმაში, რომ მათი მნახველი ადამიანები საოცარ შიშს განიცდიან და ასეთი ისტორიებიც მარტივად ვრცელდება მთელს მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე სეირნობთ და მოულოდნელად 30 ტონის უზარმაზარ აყროლებულ ხორცს პოულობთ. ალბათ ეს მოულოდნელი აღმოჩენა ვერ იქნება, რადგან 30 ტონიანი აყროლებული ხორცის ნაგლეჯის სუნი კილომეტრებზე გავრცელდება. 2003 წელს მთელი მსოფლიო შოკირებული იყო 9 მეტრის სიგრძის 30 ტონიანი ზღვის ურჩხულის ლეშის ხილვით, რომელიც ლოს მუერმოსის სანაპიროზე გამოირიყა. საგონებელში ჩავარდნილმა ზღვის ბიოლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს იყო რაღაც გიგანტური კალმარის დღემდე ამოუცნობის სახეობა. მაგრამ ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი კაშალოტის ნარჩენები. რუკების უმეტესობაზე არაა ნაჩვენები ზღვების და ოკეანეების საზღვრები. ამიტომაც თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოკეანეები უბრალოდ ერთმანეთში ირევა. მაგრამ სინამდვილეში ზღვების და ოკეანეების საზღვრები იმაზე მეტად საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ მკაფიოა, ვიდრე ამას ჩვენი თვალი აღიქვამს. სიმკვრივე, მარილიანობა, ტემპერატურა და ასე შემდეგ. თქვენ ალბათ ხშირად გინახავთ ეს ფოტო. წყნარი და ატლანტის ოკეანის წყლები ერთმანეთს ნაკლებად ერევა.
ეს ყველაფერი კი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ხდება, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ და ქიმიურ ფაქტორებთან. ოკეანეებს განსხვავებული მარილიანობა და სიმკვრივე გააჩნიათ. ატლანტის ოკეანის წყლები უფრო მარილიანია, ხოლო წყნარი ოკეანის წყლები შედარებით ნაკლებად მარილიანი. სიმკვრივის განსხვავება ქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის წყლების სრულ შერევას. გარდა ამისა, ოკეანეების წყლებს ხშირად განსხვავებული ტემპერატურა აქვთ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიმკვრივის სხვაობას. ცივი და თბილი წყლები ხშირად არ ერევიან ერთმანეთში სწრაფად, რაც ქმნის მკაფიო საზღვარს მათ შორის. ასევე ოკეანეში არსებული დინებები ქმნის ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის წყლების შერევას. მაგალითად, გოლფსტრიმის დინება ატლანტის ოკეანეში და კუროშიოს დინება წყნარ ოკეანეში სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს და ხელს უწყობს წყლების განცალკევებას. ეს განსხვავებები ქმნის ვიზუალურ საზღვრებს ოკეანეებს შორის, რაც ბევრ ფოტოზე ჩანს და ხშირად ასახულია როგორც ორი განსხვავებული ფერის წყალი, რომელიც ერთმანეთს არ ერევა. თუმცა დროთა განმავლობაში მცირე დოზით შერევა მაინც ხდება, მაგრამ ეს პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს. თითქმის 2000 წელია იაპონელები, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობენ, ყოველდღიურად დაკავებულნი არიან ამ დიდებული და საინტერესო საქმით. ეს საქმე კი მარგალიტებზე ნადირობაა. მარგალიტებზე ნადირობა გულისხმობს მემარგალიტეების პოვნას და მათ შეგროვებას. მემარგალიტეებად მოიხსენიება ზღვისა და მტკნარი წყლის ორსაგდულიანების საერთო სახელწოდება, რომელთა მანტიაში წარმოიქმნება მარგალიტი. ტროპიკული ზღვების მემარგალიტეების რეწვა მარგალიტის მოსაპოვებლად იწარმოება. იაპონიაში მათ სპეციალურად ამრავლებენ. მტკნარი წყლის მემარგალიტეები ბინადრობენ ზომიერი ჰავის ზონაში, სუფთა გამჭვირვალე მდინარეებში. მემარგალიტეების ნიჟარა საინტერესო ფორმისაა. ის შიგნიდან დაფარულია საადაფი სქელი შრით, რომლისგანაც ამზადებენ ღილებს და სხვა ნაკეთობებს. ქალებს, რომლებიც უკვე საუკუნეებია მარგალიტებზე ნადირობენ იაპონიაში, ამებს უწოდებენ. ამა იაპონურად ზღვის ადამიანს ნიშნავს, თუმცა იგივე სახელწოდების ქალაქიც არსებობს იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ ნაწილში, აიტის პრეფექტურაში. ამები ერთგვარი ფრიდაივერები არიან, რომლებიც 25 მეტრის სიღრმეზე ჩადიან და ფსკერზე მარგალიტებს ეძებენ. ხოლო ეს ტრადიცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე 2000 წელია გრძელდება. საინტერესოა ფაქტი, რომ ეს დაივერები 25 მეტრის სიღრმეში ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ჩადიან. ამები საკმაოდ გაწაფული უნარებით გამოირჩევიან. მათ საკუთარი ფილტვების ხარჯზე შეუძლიათ ჩაყვინთონ, ეძებონ და ზედაპირზე ამოვიდნენ, რომ ისევ ჩაისუნთქონ და ეს პროცესი მუდამ გრძელდება. ამების შესახებ ცნობები მე-7 საუკუნის იაპონურ პოეზიებშიც კი გვხვდება. იაპონელები საუკუნეების მანძილზე მოიპოვებდნენ ოკეანის ფსკერიდან სხვადასხვა რამეს, რაც საბოლოოდ მათ ცხოვრებას უკეთეს ხდიდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ჩვეულებრივი საკვები, ასევე ძვირადღირებული ნიჟარები. ტრადიციულად ძველი იაპონელი მამაკაცი ტყეში მიდიოდა სანადიროდ, ხოლო ქალები ზღვის სანაპიროზე ეძებდნენ ყველაფერს, რაც საჭმელად იქნებოდა ვარგისი. თავიდან მუხლებამდე წყალში ეძებდნენ გამოსადეგ ნიჟარებს ან საკვებად ვარგის თევზებს, ხოლო შემდეგ უკვე რამდენიმე მეტრზე ყვინთავდნენ სიღრმეში. შესაძლოა სწორედ აქედან მომდინარეობს მარგალიტებზე მონადირის პროფესია იაპონიაში, რომელიც როგორც წესი ქალების პროფესიად ითვლება. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს პროფესია ქალების და ეს მიზეზი პირდაპირ კავშირშია ანატომიასთან. როგორც მეცნიერები ამბობენ, კანქვეშა ცხიმის გადანაწილება ქალის სხეულში განსხვავდება მამაკაცის სხეულისგან. ამის გამო კი ქალები წყალქვეშ ცივ წყალში უფრო დიდხანს ჩერდებიან. კიდევ ერთი მიზეზი კი ქალის ხასიათია, რომელიც მას სხვა მისნაირ ადამიანებთან აერთიანებს და ეს ყოველივე კარგ კავშირს ქმნის მათ შორის. ისინი ერთიანდებიან საერთო საქმის სიყვარულით და მხარდამხარ შრომობენ, რაც მამაკაცებისთვის ცოტა რთული რამეა. თუმცა ამ საქმეში მამაკაცის როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც წესი, დღეს მამაკაცი ნავზე ელოდება ქალს. კაცს თოკი უჭირავს, რომ საფრთხის შემთხვევაში სასწრაფოდ ამოსწიოს ის და ქალის სიკვდილს გადაარჩინოს. თუმცა მთავარი აქ მაინც ტრადიციაა, რომელიც ქალიშვილებს და შვილიშვილებს გადაეცემოდა საუკუნეების მანძილზე. დღეს ამების უმეტესობა მოხუცი ქალია. თუმცა ისინი დიდი ასაკის მიუხედავად მაინც აგრძელებენ ყვინთვას და ეს საქმე სხვა ახალგაზრდა ქალებზე უკეთ გამოსდით. ჩნდება კითხვა, რატომ ყვინთავენ იაპონიაში ქალები თითქმის შიშვლები? ეს ერთგვარი ტრადიციის ნაწილია და ამავდროულად პრაქტიკული მხარეც. მათ არ უნდა ჰქონდეთ სხეულზე არაფერი, რაც ხელს შეუშლის ფსკერზე ყოფნის დროს, რადგან შეიძლება აქ ერთი წამის დაკარგვაც კი სასიკვდილო აღმოჩნდეს. ამიტომაც ისინი არჩევენ, რომ სხეული თავისუფალი ჰქონდეთ ტანსაცმლისგან, ასე კი საფრთხეს ირიდებენ თავიდან. მათ მხოლოდ რეზინის ქუდები ჰქონდათ თავზე, იმისთვის რომ თმას მათთვის მხედველობა არ დაეფარა. 1900-იანი წლების
მშენებლობის დასაწყისში ასპარეზზე წყლის სათვალე გამოჩნდა, რაც ამებმა მომენტალურად აითვისეს და ის მათი ნადირობის განუყოფელი ნაწილი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 1970-იან წლებამდე, ხოლო მას შემდეგ, რაც იაპონიაში ჰიდროკოსტიუმები შემოვიდა, ამებმა მათი გამოყენებაც დაიწყეს. ამ კოსტიუმების დახმარებით ისინი ინარჩუნებდნენ სხეულის ტემპერატურას და უფრო დიდხანს შეეძლოთ ფსკერზე ცურვა. 1970-იანი წლებიდან დღემდე ჰიდროკოსტიუმები ამების განუყოფელი ამუნიცია გახდა. ისინი დღეს აღარ ყვინთავენ შიშვლები ოკეანის ფსკერზე. დღეს ამების საქმიანობა გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა. ისინი ერთგვარი მასწავლებლები არიან და სიამოვნებით გადასცემენ დამწყებ დაივერებს თავიანთ გამოცდილებას და ასწავლიან თუ როგორ შეძლონ ფსკერზე ცურვა დამატებითი ჟანგბადის აუზის გარეშე ძალიან დიდხანს. სუდი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭაობია. მისი სახელი მოდის არაბული სიტყვიდან სადი, რაც ბარიერს ან საცობს აღნიშნავს. ფართობი, რომელსაც ჭაობი ფარავს, არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და თეთრი ნილოსის ყველაზე დიდი მტკნარი ჭარბტენიანი ტერიტორია. მრავალი წლის განმავლობაში ჭაობი და განსაკუთრებით მისი უღრანი ტევრები ნილოსზე ნავიგაციისთვის გაუვალ ბარიერს ქმნიდა. წვიმების სეზონის დროს, რომელიც აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება, მისი ფართობი ბანგლადეშის ფართობს უტოლდება, სადაც დაახლოებით 164 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სუდი თეთრი ნილოსის მონაკვეთზეა წარმოქმნილი. თეთრი ნილოსი მდინარეა აფრიკაში. ცისფერ ნილოსთან ერთად ის წარმოადგენს ნილოსის უდიდეს შენაკადს. უფრო ზუსტი მნიშვნელობით თეთრ ნილოსს უწოდებენ ტბა ნოდან გამომავალ მდინარეს და მის შენაკადებს. უფრო ფართო მნიშვნელობით კი თეთრი ნილოსი შეესაბამება დაახლოებით 3700 კილომეტრის სიგრძის ტბა ვიქტორიადან გამომავალ მდინარეებს. რადგანაც აქ ზედაპირის დახრილობა ძალიან მცირეა, მდინარე ნელა მიედინება. შესაბამისად, მისი ფართობი იშლება და დიდ ტერიტორიას მოიცავს. ადრეულ წლებში სუდის ჭაობი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზას წარმოადგენდა, თუმცა იქ ნავით ცურვა ძალიან სახიფათო იყო და მისი უდიდესი ნაწილით შეუსწავლელი დარჩა. პირველად ევროპელი ადამიანი იქ 1858 წელს ჩავიდა. ჭაობის ფლორა ძალზე ნაყოფიერია. მცენარეთა უმეტეს ნაწილს ფესვები არ გააჩნია და ისინი ფესვებით გადახლართულ მწურავ მასას წარმოადგენენ, რომლებიც პატარა კუნძულებს ქმნიან. ჭაობის ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. გარდა ამისა, ჭაობის მიდამოებში 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია აღმოჩენილი. ტერიტორიაზე უამრავი ანტილოპა ბინადრობს. რა თქმა უნდა, მცენარეების ნაკლებობა აქ მცხოვრებ ცხოველებს არ აწუხებთ. წვიმების სეზონზე ბალახები წყლით იფარება და ფესვებიანად ზედაპირზე ამოდის. შედეგად იქმნება მოტივტივე კუნძულები. ზოგიერთი ასეთი კუნძულის სიგრძე 30 კილომეტრსაც კი აღწევს. თუმცა ამ კუნძულების სიცოცხლე ხანმოკლეა. ბალახის კუნძული მალევე იშლება წყლის ზედაპირზე. ვის უნდა სურდეს ასეთ ადგილზე ცხოვრება? მაგრამ ადამიანი ხომ განსაკუთრებული ქმნილებაა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თავის გადარჩენა და მდგომარეობაზე მორგება. წარმოიდგინეთ, სუდის ჭაობი დასახლებული ადგილია. აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომლებსაც ნილოტების სახელით ვიცნობთ. ამ ადგილზე ბევრი მწერიდან და ტენიანობიდან გამომდინარე საცხოვრებლად რთული პირობებია, მაგრამ გაშენებულია ქალაქი. ადგილობრივები, რომლებიც წლები ამ ქალაქებში ცხოვრობენ, თავს თევზაობით ირჩენენ. საშიშროება, რომელიც მათ აწუხებს, ჭაობში ჩაძირული სახლებია, რომლებსაც მოგვიანებით თავიდან აშენებენ. დაახლოებით 5-6 წელიწადში აქ სახლები ფუჭდება და ხელახლა უწევთ მათ ამ სახლების აშენება. ნილოტები ხელნაკეთი ხის ნავებით გადაადგილდებიან. აქ რთულია რაიმე საქმის წამოწყება. ვერც მიწას დაამუშავებ და ვერც ვერანაირ მოსავალს მოიყვან. თუმცა ამ ჭკვიანმა ხალხმა წყლის ზედაპირზე მოტივტივე ფერმები ააშენა, სადაც მათ სხვადასხვა წვრილფეხა ცხოველი ჰყავთ გამრავლებული. აქ მცხოვრები ხალხის ყოველდღიური საკვები თევზია, რომლის რაოდენობაც ამ წყლებში ძალიან ბევრია. ხანდახან ადგილობრივებს უმართლებთ და გიგანტ თევზებსაც იჭერენ, რომელთა წყლიდან ამოყვანისთვისაც დაახლოებით 5-6 მამაკაცია საჭირო. ჭაობში ცხოვრება რთულია. აქ ძალიან ბევრი პარაზიტი და დაავადების გადამტანი მწერი ბინადრობს. ხშირად სწორედ ამ ჭაობიდან წასული მწერების გამო ხდება ეპიდემიები აფრიკის ტერიტორიაზე. ყოველივე ამ სირთულეების მიუხედავად ნილოტებს უყვართ თავისი საცხოვრებელი და არ სურთ ამ ტერიტორიის დატოვება. მათი რწმენა დაფუძნებულია წინაპრების ცხოვრებაზე. ისინი თვლიან, რომ უნდა გააგრძელონ ტრადიცია და იცხოვრონ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ასობით წლის განმავლობაში. დღეს დადგა იმის საშიშროება, რომ სუდის ჭაობი შეიძლება ერთ დღესაც გაქრეს და ამ ხალხს აღარ ექნება თავის გადარჩენის საშუალება. მიზეზი კი ამ ყველაფრისა უზარმაზარი არხია, რომელიც ეგვიპტესა და სუდანს შორის შენდება. მისი პირველი პროექტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გაჩნდა. 1950-იან წლებში გადაწყვიტეს, რომ არხის მშენებლობა წამოეწყოთ. სამუშაოები კი 70-იანი წლების ბოლოს დაიწყეს.
პირველ რიგში ამ არხის მთავარი მიზანი ეგვიპტის წყლით მომარაგება იყო. ხელისუფლებამ პრობლემა იმაში დაინახა, რომ ჭაობის გამო წყლის საკმარისი ნაკადი ვერ მიეწოდებოდა აფრიკის ზოგ რეგიონს, რადგანაც ჭაობის გაშლილი ტერიტორიის გამო ის გზაშივე იკარგებოდა. ამ გეგმის რეალიზაციას ხელი შეუშალა სუდანის სამოქალაქო ომმა. 350 კილომეტრიანი არხიდან ჯერ მხოლოდ 240 კილომეტრია გაკეთებული. 1984 წელს არხის მშენებლობა შეჩერდა. თუ კი როდისმე განახლდება არხის მშენებლობა, შეიძლება მან სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს სუდის ჭაობის ტერიტორიას. ნილოტები სახლებისა და საკვების გარეშე დარჩებიან და უამრავი სახეობის ფრინველი თუ ცხოველი განადგურდება. ტაკლამაკანის უდაბნო, ცენტრალური აზია, ჩინეთი, სინძიანის პროვინცია. ის წარმოადგენს მსოფლიოს სიდიდით მე-18 უდაბნოს. ხშირად მას სიკვდილის ზღვას უწოდებენ. ტაკლამაკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, ფართობით დაახლოებით 300,000 კვადრატული კილომეტრი. მისი სიგრძე 1000 კილომეტრზე მეტია, ხოლო სიგანე 400 კილომეტრი აქვს. უდაბნოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს კვეთდა აბრაშუმის გზის განშტოებები. ამ უზარმაზარი უდაბნოს მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ადამიანის ნახელავია. ის არ იზიდავს ბევრ ტურისტს, ამის მიზეზი კი მისი გეოგრაფია და ჰავა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე შეუძლებელია არ ვაღიაროთ მისი გასაოცარი მასშტაბი და სირთულე. დიახ, ეს ტარიმის ავტომაგისტრალია. ეს ავტომაგისტრალი მგზავრებს ეხმარება გადაკვეთონ სახიფათო უდაბნო სულ რაღაც ერთ დღეში. ამ უნიკალური ავტომაგისტრალის მშენებლობა 1993 წელს დაიწყო და 1995 წელს დასრულდა. მისი სრული სიგრძე 522 კილომეტრია. აქედან 456 კილომეტრი დაუსახლებელ ტერიტორიაზე, შუაგულ უდაბნოში გადის, სადაც არ ცხოვრობს არც ერთი ადამიანი. გარშემო არავინ ცხოვრობს, სწორედ ამიტომაა ტარიმის ავტომაგისტრალი ყველაზე გრძელი დაუსახლებელი გზა მთელს მსოფლიოში. ყოველი კილომეტრის მშენებლობაზე საშუალოდ 14 მილიონი დოლარი იხარჯებოდა. ეს გზა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჩინელებისთვის. ამასთან, ამ პროექტის რეალიზაციისთვის მათ უამრავ პრობლემასთან შერკინება მოუხდათ. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, დიდი სიცხე და რელიეფი. მას შემდეგ, რაც გზა აშენდა, ის არაერთხელ დაიფარა ქვიშის სქელი ფენით. ეს კი, რა თქმა უნდა, მასზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა და საჭირო იყო დამატებითი სამუშაოები მის გასაწმენდად. ყოველი გაწმენდის შემდეგ ერთი და იგივე მეორდებოდა. გზა ისევ ქვიშით იფარებოდა. რაღაც უნდა გაეკეთებინათ, ამიტომაც ინჟინერებმა ასეთ საოცარ მეთოდს მიაგნეს. გზის გარშემო ხეები დარგეს, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური. სპეციალისტებმა 5 წელი იმუშავეს ამ პროექტზე, იმისთვის, რომ შესაბამისი ხეები შეერჩიათ. ის რაც ქვიშას შეაკავებდა და ამავდროულად მალე არ გახმებოდა უდაბნოში სიცხის გამო. 1999 წელს მათ საცდელად 6 კილომეტრის სიგრძეზე დარგეს შერჩეული მცენარეები. თავიდან ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო. მათ არ იცოდნენ გაამართლებდა თუ არა ეს მეთოდი. ამ მეთოდმა გაამართლა და შეაკავა ქვიშა. ამიტომაც რამდენიმე წელიწადში ხეები 30 კილომეტრის სიგრძეზე დარგეს. 2003 წელს პროექტმა ხელისუფლებისგან საბოლოო ნებართვაც მიიღო. ამდენ მცენარეს ერთად მოვლა სჭირდებოდა. განსაკუთრებით უდაბნოს პირობებში რთული იყო მათი გახარება. ამიტომაც შეიქმნა მორწყვის ხელოვნური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხეები მუდამ იღებდნენ საჭირო წყალს. ამ ტერიტორიაზე 100 მეტრის სიღრმეში წყალი აღმოაჩინეს. შესაბამისად გაკეთდა ჭაბურღილები, საიდანაც მილები მთელი გზის გარშემო გაიყვანეს. სპეციალური სარწყავი სისტემა კი წვეთოვნის სახით მცენარეებს საჭირო რაოდენობის წყალს აძლევდა. დღეს მცენარეები გასცდა საზღვრებს. ხეებმა გაიხარა და სიგანეშიც მოიმატა ხელოვნურმა ტყემ. დღეს მათი სიგანე 70 მეტრს ცდება. თითქმის 300 კილომეტრის სიგრძეზე გზის გარშემო მცენარეებია, რომელთა საერთო ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ეს გასაოცარია. ჩინელმა ინჟინერებმა შეძლეს და გააშენეს ტყე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ უდაბნოში. აი სწორედ ამას ქვია საოცრება. მცენარეების და გზის მოვლისთვის აქ ყოველ 4 კილომეტრში აშენებულია სპეციალური შენობა-ნაგებობა, სადაც მომუშავე პერსონალი გამუდმებით ზრუნავს გზის სისუფთავესა და მცენარეების მოვლაზე. აქ კი ასობით ადამიანია დასაქმებული. მათ როგორც წესი 2 წლიან კონტრაქტს უფორმებს სახელმწიფო და შესაბამისად კარგი ანაზღაურებაც აქვთ. გარდა ამისა, გზა და გზა შეხვდებით რამდენიმე რესტორანს, სასტუმროს და საკვებ ობიექტს. გზა 500 კილომეტრამდეა სიგრძეში, ამიტომაც მგზავრებს უწევთ გაჩერება და დასვენება. თუ კი არ ჩავთვლით ადგილობრივ მომუშავე პერსონალს, მთლიანი რეგიონი დაუსახლებელია. მაგისტრალს ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რაც ხსნის მის აშენებაზე დახარჯულ კოლოსალურ თანხებს. მისი თავდაპირველი დანიშნულება ნავთობსადენის მომსახურება იყო.
ასევე უდაბნოში მდებარეობს ჩინეთში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადო. მაგისტრალის აშენებით კი გზა გაიხსნა ამ საბადოსკენ. ტარიმის ღრმული მოვაკებული დაბლობია დასავლეთ ჩინეთში. ტარიმის ღრმულის უდიდეს ნაწილს იკავებს ტაკლამაკანის უდაბნო. სწორედ ამ ადგილზეა ჩინეთის სრული ნავთობის ოდენობის 30%. 70-იანი წლების ბოლოს ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად შეუდგა ტარიმის ღრმულის შესწავლას და ნავთობის ამოღების საქმეს. 1984 წლის სექტემბერში კი უკვე აქტიურად მოიპოვებდნენ ნავთობს. თუმცა პრობლემა ნავთობის შუაგული უდაბნოდან ტრანსპორტირება იყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ტარიმის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ამიტომაც დახარჯა სახელმწიფომ ამდენი ფული. ეს არის გრანდიოზული პროექტი, რომლის მსგავსიც ჩვენს პლანეტაზე არავის გაუკეთებია. ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილი დაფარულია წყლით, თუმცა აქედან მტკნარი წყალი არც ისე ბევრია. მტკნარი წყლების საერთო რაოდენობა მსოფლიოს წყლების სულ რაღაც 3%-ს აღწევს. ამასთან, ეს მტკნარი წყლები მსოფლიოს ტერიტორიაზე საკმაოდ არასტანდარტულადაა გადანაწილებული. საქართველოში მცხოვრებ ხალხს გაგვიმართლა, რადგან აქ დიდი რაოდენობით სასმელი წყალია. ჩვენთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღესაც არ გვექნება სასმელი წყალი. თუმცა სამწუხაროდ ბევრი ქვეყნისთვის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღემდე. ამ პრობლემის გადაჭრას ასეთ ქვეყნებში სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მსგავსი პროექტი ამბიციურ მმართველს მუამარ კადაფს ეკუთვნის. მისი დიდებული პროექტი ლიბიაში ცნობილია სახელით დიდებული ხელოვნური მდინარე ან მსოფლიოს მერვე საოცრება. ლიბიის ტერიტორიის დაახლოებით 98% დაფარულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოებითა და ტროპიკული უდაბნოებით. აღმოსავლეთით ლიბიის უდაბნო, დასავლეთით ფეცანის ვრცელი ქვიშიანი ქვაბულები. ლიბიაში არის ნავთობის დიდი საბადოები. ლიბიის ჰავა ძალიან ცხელია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 18 გრადუსს აღწევს. ქვეყანაში მუდმივი მდინარეები არ არის. დიდია მიწისქვეშა წყლის მარაგი. ბევრია მშრალი ხეობა. სანაპიროზე გავრცელებულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. უდაბნო თითქმის სრულიად მოკლებულია მცენარეულ საფარს. აქ-იქ გვხვდება ბუჩქნარები და ბუჩქბალახები. აქ პრაქტიკულად არ წვიმს და თუ კი ეს მოვლენა მაინც მოხდება, მაღალი ტემპერატურის გამო ძალიან მალევე აორთქლდება წყალი. 1920-იანი წლების დასაწყისში ლიბიელები საჰარაში ნავთობს ეძებდნენ. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა 1953 წლისთვის ყველაფერი შეიცვალა. ისინი რაღაც უფრო მნიშვნელოვანს წააწყდნენ სრულიად შემთხვევით. ნავთობის საბადოების მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს 4 უზარმაზარი მიწისქვეშა მტკნარი წყლების აუზები, რომელთა მოცულობა 35,000 კუბური კილომეტრით განისაზღვრებოდა. სპეციალისტთა ვარაუდით, გიგანტური მიწისქვეშა წყლების რეზერვუარები ლიბიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იქნა გამყინვარების ეპოქაში. წყალი იმდენად ბევრი იყო, რომ მის მოცულობას მთლიანი გერმანიის ტერიტორიის დაფარვაც კი შეეძლო. მიწისქვეშა მტკნარი წყლების აუზი ნაწილობრივ 4 ქვეყანას მოიცავდა. ეს იყო ჩადის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ლიბია და სუდანი. 1960-იან წლებში პირველად გაჩნდა მოსაზრება გაეკეთებინათ სისტემა, რაც ამ წყლის სარგებლიანობას გაზრდიდა. თუმცა ძალიან რთული საკითხი იყო ეს ყოველივე. ყველაფერი მაინც მუამარ კადაფიმ დაიწყო. მან გასცა ბრძანება, რომ დაწყებულიყო ყველაზე მასშტაბური სამუშაოები. კონსტრუქციის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო 1984 წელს და დაჯდა 5 მილიარდი დოლარი. ლიბიის ლიდერი ფიქრობდა, რომ ამოიღებდა წყალს მიწისქვეშა აუზებიდან და მიაწვდიდა მას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს. სხვადასხვა გამოთვლებზე დაყრდნობით აღმოჩენილი წყალი ლიბიელ ხალხს მთელი 4000 წელი უნდა ეკმარა. ლიბიის ხელისუფლების მაშინდელი ლიდერი კადაფი უშუალოდ იყო ჩართული წყლის ამ დიდ პროექტში და პროექტის ექსპერტებს ყველა შესაძლებლობა მისცა წარმატების მისაღწევად. ქვეყნის პირველი პირი ამ პროექტს მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდა. კადაფიმ პროექტი იმდენად უზრუნველყო, რომ მის შემდეგ მმართველებსაც ამ პროექტზე სერიოზულად უნდა ემუშავათ, რათა ეს ლიბიის მომავლისთვის და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა. პროექტი 5 ეტაპად დაიყო. პირველი ეტაპი გულისხმობდა უზარმაზარი 80 ტონიანი მილების დამზადებას, რომლებიც იქნებოდა წყლის მიწოდების მთავარი არხი. მილები იმდენად გიგანტური იყო, რომ მასში საავტომობილო გზაც კი გაკეთდებოდა. მთლიანობაში დაახლოებით 9 მილიონი ასეთი მილი დამზადდა, რომელთა დიამეტრიც 4 მეტრს აღწევდა. წყლის გამტარი მთავარი არხი სწორედ ეს იქნებოდა. კადაფიმ დაიქირავა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც ამ საქმეს გაუძღვებოდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელები, იაპონელები და გერმანელები. უზარმაზარ მილებს სპეციალურად გაკეთებული გზით ეზიდებოდნენ შესაბამისი სატვირთოებით. გზა ძალიან გრძელი იყო. მილების გადატანის საქმე ურთულესი აღმოჩნდა. პირველი ეტაპი გულისხმობდა 1200 კილომეტრის სიგრძის მილების ჩადებას მიწაში. წყლის სისტემა მიწისქვეშ უნდა ყოფილიყო მოწყობილი, ამიტომაც 6 მეტრის სიღრმეში ჯერ გრძელი ორმო ამოთხარეს. პირველი ფაზის მშენებლობა თითქმის 5 მილიარდი დოლარი დაჯდა.
მეორე ეტაპზე, რომელიც 1999 წელს დაიწყო, წყლის არხი მიიყვანეს ქალაქ ტრიპოლამდე. ეს არის ლიბიის დედაქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი ქვეყანაში. მისი მიზანი კი იყო პირველ რიგში დედაქალაქის და მისი შემოგარენის მომარაგება სასმელი წყლით. მესამე ეტაპი უკვე მოიცავდა ქალაქ კუფრას და ბენღაზის მომარაგებას წყლით. ბოლო ორი ეტაპი კი გულისხმობდა არხის გაყვანას ქალაქ ტობრუკამდე და შემდეგ მთელი სისტემის გაერთიანებას. ასე შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი მიწისქვეშა ქსელი გამოვიდოდა, რომელიც მთელს ლიბიას მოამარაგებდა სასმელი წყლით. მთლიანობაში ამ პროექტისთვის 1300 ჭაბურღილი იქნა გაკეთებული, რომელიც 20 წელია უკვე რაც მუშაობს. 3500 კილომეტრის სიგრძის წყალსადენი მსოფლიოში ყველაზე გრძელია და მოიცავს 5 უდაბნოს. 4 მეტრის დიამეტრიანი მილების საშუალებით დღეში დაახლოებით 6.5 მილიონი კუბური მეტრის წყალი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიეწოდება. ამ ყველაფერთან ერთად გამოდის, რომ ჩრდილოეთ ლიბიის თითოეულ მოქალაქეს დღეში 1000 ლიტრამდე წყალი აქვს. 2011 წლის სამოქალაქო ომამდე შესაძლებელი გახდა 5 ეტაპიდან 3 ძირითადად განხორციელებულიყო. ამ დიდებულ პროექტს ლიბიელი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მეშვეობით ხალხმა სხვადასხვა საქმე წამოიწყო და ეკონომიკური მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. პროექტისთვის დახარჯული თანხა 24 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მე-10 პროექტი გამოდიოდა ეს წყალმომარაგების სისტემა. ლიბიას ამ პროექტის განხორციელებაში მსოფლიო ბანკი და ამავდროულად UNESCO დაეხმარა. ქვეყანაში მოსახლეობა დღემდე ამ პროექტს კადაფის დამსახურება თვლის. რადგან ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ამ პროექტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მსოფლიოს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს დახმარებას თხოვა. ლიბიაში ამ პროექტს იცნობენ სახელით „დიდმა კაცმა შექმნა მდინარე“. რეალურად სასმელ წყალთან ერთად ამ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყანაში შემოსული პროდუქტის შემცირება იყო, რათა ქვეყანას თავად შესძლებოდა მიწების დამუშავება და წარმოება. სწორედ ამ ხელოვნური მდინარის დახმარებით გაფართოვდა ქვეყანაში მწვანე ზონები. მუამარ კადაფიმ მას მსოფლიოს მერვე საოცრებაც უწოდა და წარადგინა, როგორც საჩუქარი მესამე მსოფლიოსთვის. ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი ქვეყანას 1969-2011 წლებამდე მართავდა. ცნობილია როგორც პოლკოვნიკი კადაფი. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. 2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს. მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს. 2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება, რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან 23 ოქტომბრამდე გაგრძელდა, რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა. მეთევზეები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად ხვდებიან უცნაურ და იშვიათ თევზებს, მაგრამ ზოგიერთი ასეთი თევზი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რამდენიმე წლის წინ ავსტრალიის წყლებში დაიჭირეს თევზი, რომელიც სხვა ყველა თევზისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მას პირდაპირი გაგებით ცარიელი თავი ჰქონდა, არც მისი სხვა ნაწილები ჰგავდა თევზისას. თევზს ძალიან პატარა თვალები ჰქონდა და მინიატურული პირი სხეულის ქვეშ იმალებოდა. ის არ ყოფილა დიდი ზომის. დანახვისთანავე ამ უცნაურმა თევზმა მეთევზეებში უცნაური განცდები გამოიწვია. მათ აქამდე არასდროს ენახათ მსგავსი რამ. მეთევზეებმა თევზი დაიჭირეს და გამოსაკლოვად მეცნიერებს გადასცეს. მეცნიერების აზრით შესაძლოა ეს გადაგვარებული უკვე ცნობილი სახეობა ან მეორე ვარიანტი. სრულიად ახალი ცოცხალი ორგანიზმი, რომლის შესახებაც მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. თევზი გადაყვანილია შესაბამის პირობებში გამოსაკლოვად და ბიოლოგები იმედოვნებენ, რომ უფრო მეც გაარკვევენ ამ უცნაური შესახედაობის თევზის შესახებ. ხშირად შეიძლება ჩვეულებრივი თევზაობა მოულოდნელ განძის აღმოჩენად იქცეს. სწორედ მსგავსი შემთხვევა მოხდა იემენში გასულ წელს, როდესაც მეთევზეთა ჯგუფი მკვდარ ვეშაპს წააწყდა ზღვაში. მეთევზეებმა გადაწყვიტეს, რომ ვეშაპი ნაპირზე გამოეთრიათ. როდესაც მკვდარი ვეშაპი ნაპირზე გამოათრიეს, მათ მისი მუცლის გაჭრა გადაწყვიტეს, რომ ენახათ თუ რა ჰქონდა ნაჭამი ამ უზარმაზარ არსებას. განძს სწორედ მის მუცელში წააწყდნენ. ვეშაპის საჭმლის მომნელობელ სისტემაში მათ რაღაც უჩვეულო იპოვეს. ისეთი რამ, რასაც არავინ ელოდა. ამ ნივთიერებას მოტივტივე ოქროს სახელით იცნობს ბევრი. ის ძირითადად პარფიუმერიაში გამოიყენება და მხოლოდ და მხოლოდ ვეშაპის საჭმლის მომნელობელ სისტემაში ფორმირდება. ეს ამბრა. იგი ძალიან იშვიათი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში სუნამოების დასამზადებლად. მისი შემცვლელი პრაქტიკულად არ არსებობს.
ფრანგული პარფიუმერიის კომპანიები ამ უიშვიათესი ნივთიერებისთვის მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ. ვეშაპის მუცელში აღმოჩენილი ამბრა 100 კილოგრამამდე იყო. მოგვიანებით ის $500,000 გაყიდეს მეთევზეებმა. ეს აღმოჩენა დაეხმარა მეთევზეებს გაეუმჯობესებინათ საკუთარი ფინანსური თუ ოჯახების მატერიალური მდგომარეობა. ხშირად თევზაობა ნამდვილ თავგადასავალს ემსგავსება. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როცა შენი სათევზაო ობიექტი ხერხთევზაა. ხერხთევზა ნამდვილად უნიკალური არსებაა. ეს გახლავთ დინგხერხიანის კაროსების ოჯახის ერთადერთი გვარი. მათ აქვთ მეტად წაგრძელებული და გაბრტყელებული დინგი, რომელიც ორივე მხარეზე კბილის მაგვარი გამონაზარდებია. ლაყუჩის ხვრელები განლაგებული აქვს თავის ქვედა მხარეს. ხერხთევზა აერთიანებს დაახლოებით 7 სახეობას. გავრცელებულია ყველა ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. ზოგჯერ მდინარეებშიც კი შედიან. იკვებებიან თევზებითა და უხერხემლო ცხოველებით. ჩვეულებრივი ხერხთევზა სიგრძე 5 მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა შეიძლება 2 ტონამდე იყოს. სამი მეთევზე ჩინეთიდან სწორედ ხერხთევზაზე სათევზაოდ წავიდა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ თუ ასე გაუმართლებდათ და დაიჭერდნენ ნანატ თევზს. მათ ანკეს ხერხთევზა გამოედო. სპეციალური თოკის დახმარებით მეთევზეებმა შეძლეს ხერხთევზას ამოთრევა სანაპიროზე. ეს უნიკალური თევზი აღმოჩნდა, რადგან მისი სიგრძე 7 მეტრამდე იყო. როგორც წესი, ასეთი ეგზემპლარები იშვიათია. ხერხთევზას ცხოვრების სტილი საკმაოდ განსხვავებულია. ის მთელი დღის განმავლობაში არააქტიურია და სძინავს, სანადიროდ კი ღამე გამოდის. იმ დროს, როცა სხვა თევზები არიან არააქტიურები, შესაბამისად საკვების მოპოვება ძალიან უადვილდებათ. ყველა მეთევზე ოცნებობს დიდი ლოქოების დაჭერას. ზოგიერთს უმართლებს, ზოგს კი ჯერ ვერ დაუჭერია გიგანტური ლოქო. ინტერნეტში ვაწყდებით ისეთ მეთევზეებს, რომლებმაც შეძლეს და რეკორდული ზომის ლოქოები ამოიყვანეს წყლიდან. ეს შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც მეთევზემ ლოქოსთვის შესაფერის ადგილზე ასევე შესაფერისი სატყუარა გაატარა წყალზე. ამ სატყუარამ უზარმაზარი ლოქო გამოიყვანა დამალული ადგილიდან. მეთევზემ ბევრი წვალების შედეგად შეძლო მისი დამორჩილება. ბიჭმა ფოტოები გადაუღო ლოქოს და უკან წყალში დააბრუნა. ეს მის ცხოვრებაში რეკორდული ზომის თევზი იყო და ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი დღეც გამოვიდა. უცნაური გიგანტი, რაც ბრუკლინის ხიდის ქვეშ შენიშნეს, დღემდე აფიქრებს თვითმხილველებს. ეს უცნაური შესახედაობის მკვდარი თევზი დინებამ გამორიყა სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მკვდარი იყო და გახრწნის კვალი ეტყობოდა, მაინც შესამჩნევი იყო მისი უნიკალური შეფერილობა და სხეულის ფორმა. ადგილობრივმა მეთევზეებმა ვერ გაარკვიეს თუ რომელი სახეობის თევზი იყო ის. საბოლოოდ მას შემდეგ, რაც თევზის ფოტოები და ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, გაირკვა, რომ ეს უიშვიათესი ზუთხი იყო. ასეთი ზუთხი საკმაოდ იშვიათია წყლებში და მას ყველგან ვერ შეხვდები. ალბათ ის მტაცებლის მსხვერპლი გახდა. სწორედ ამით აიხსნება მისი დაზიანებების სხეულზე. როდესაც სათევზაო გემზე მეთევზეებს დაჭერილი თევზი ამოჰყავდათ, მათ შეამჩნიეს უზარმაზარი კალმარი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაჭერილ თევზებზე ნადირობდა. კალმარი უზარმაზარი ზომისა იყო. ის დაჭერილ თევზს უტევდა და მის შეჭმას ცდილობდა. ეს კადრები უნიკალურია. მეთევზეები ცდილობენ მის გაგდებას, ხან ანკესის ჯოხით, ხან თოკებით, თუმცა შეუპოვრად აგრძელობდა ის თევზის წაღების მცდელობას. საბოლოოდ კალმარმა თავის მიზანს მიაღწია და მეთევზეებს დაჭერილი თევზი წაართვა. ეს კალმარი მართლაც საოცარი ზომისაა. კალმარები ცნობილნი არიან უნიკალური თვისებებით და გასაოცარი ადაპტაციის უნარით. ისინი მოლუსკების ჯგუფის წევრები არიან და კლასიფიცირდებიან ცეფალოპოდებში, სადაც შედიან ასევე მრვაფეხებიც. ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი კალმარებზე არის მათი უნარი, შეიცვალონ ფერი და ტექსტურა. კალმარებს აქვთ სპეციალური უჯრედები, რომლებსაც ქრომატოფორები ეწოდებათ, რომლებიც მათ ეხმარება სწრაფად შეიცვალონ ფერი და შეეფერონ გარემოს. ეს უნარი ეხმარება მათ არამხოლოდ მტრისგან დამალვაში, არამედ კომუნიკაციაში და ნადირობაში. გიგანტური კალმარები იზრდებიან 12 მეტრამდე სიგრძეში, ხოლო კოლოსალური ზომის კალმარები შეიძლება 14 მეტრამდეც კი გაიზარდონ. მიუხედავად მათი დიდი ზომისა, ეს კალმარები იშვიათად ჩნდებიან, რადგან ისინი როგორც წესი ოკეანის ფსკერზე ბინადრობენ. კალმარები ცნობილი არიან მათი განსაკუთრებული უნარებით, თავი დაიცვან მტრისგან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრატეგია არის მელანის გამოფრქვევა, რომელიც ქმნის სიბნელეს წყალში და ეხმარება კალმარებს დამალვაში. მელანის ღრუბელი დროებით აბნევს მტერს და კალმარს აძლევს გაქცევის საშუალებას. წითელი წყლის საიდუმლო. ეს მოვლენა ცნობილია როგორც წითელი წყალი ან წითელი ტალღა. წითელი წყლის შეფერილობა გამოწვეულია წითელი წყალმცენარეების აყვავებით.
ეს მიკროსკოპული წყალმცენარეები, რომლებიც ცნობილია როგორც დინოფლაგელატები, წარმოქმნიან წითელ ყავისფერან შავ ლაქებს წყალში. ეს პროცესი შეიძლება გამოწვეული იყოს ნუტრიენტების სიჭარბით წყალში, მაგალითად აზოტისა და ფოსფორის მაღალი დონით, რაც ხშირად ხდება სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო გამონაშთების შედეგად. წითელი წყალმცენარეების ზოგიერთი სახეობა წარმოქმნის ტოქსინებს, რომლებიც მავნე შეიძლება იყოს როგორც წყლის ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის. ეს ტოქსინები ხვდებიან წყალში და ხოცავენ თევზებს და სხვა ცხოველებს. მათ ასევე შეუძლიათ დააზიანონ ზღვის ფრინველები და სხვა ცხოველები, რომლებიც წყალში ცხოვრობენ ან მასზე არიან დამოკიდებული. წითელი ტალღები დამღუპველია სანაპირო რეგიონის ეკოსისტემისთვის. თევზების და სხვა ცხოველების სიკვდილი არღვევს ეკოლოგიურ ბალანსს და გავლენას ახდენს ტურიზმსა და თევზჭერაზე. გარდა ამისა, ტოქსინებმა შეიძლება ადამიანიც კი მოწამლოს. თუ კი ადამიანი მოიხმარს ინფიცირებულ ზღვის პროდუქტს ან შეეხება მოწამლულ თევზს, შეიძლება ისიც დაავადდეს. ცოტა ხნის წინ ფლორიდაში მომხდარი მსგავსი წითელი ტალღის გამო სანაპიროზე აღმოჩნდა დაახლოებით 6 ტონა მკვდარი თევზი. წითელი ტალღები გვიჩვენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის ხარისხის მონიტორინგი და გარემოს დაცვა. 2022 წელს მოხდა უნიკალური შემთხვევა, რაც თევზაობას ეხება. ახალგაზრდა მეთევზემ სახელად მიშელმა ჰემპტონის სანაპიროზე დაიჭირა უზარმაზარი თინუსი, რომლის წონაც 455 კილოგრამს შეადგენდა. ამ ვიდეოზე კარგად ჩანს თევზის ამოყვანის კადრები. რეალურად ეს არ იყო ადვილი საქმე. თინუსის წონა ძალიან დიდი იყო, მაგრამ საკუთარი მოახერხების და ცოდნის ხარჯზე ამ გოგონამ მოახერხა გიგანტური თევზის წყლიდან ამოყვანა. ცისფერი თინუსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თევზია, რომელიც ოკეანეების სიღრმეში გვხვდება. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზი ოკეანეში. მას შეუძლია 4 მეტრამდე სიგრძეს და 680 კილოგრამს მიაღწიოს. მისი დიდი ზომა და კუნთოვანი სხეული აიძულებს უფრო მეტი ენერგია დახარჯოს ნადირობისთვის და მოძრაობისთვის. სამწუხაროდ ცისფერი თინუსი გადაშენების საფრთხის წინაშე არასაც აძლიერებს გადაჭარბებული თევზჭერა და არალეგალური ვაჭრობა. მისი პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ათწლეულებში, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები იღებენ ზომებს მისი დაცვისა და გადარჩენისთვის. ცისფერი თინუსი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, რომელიც აერთიანებს სისწრაფეს, სიძლიერეს და სილამაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ძალიან ძვირფასი და სასურველი კულინარიული პროდუქტი, მისი გადაშენების საფრთხე გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა. მარლინები სასწაული ძალის თევზები არიან. ეს ნამდვილი მებრძოლი ყველა მეთევზის ოცნება. თევზის ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. წაგრძელებული ფორმის სხეული აქვს. დამახასიათებელია შუბისებრი დინგი და გრძელი უხეში ზურგის ფარფლი. ისინი ძალიან სწრაფად დაცურავენ. მათი გადაადგილების სიჩქარე შესაძლოა 110 კმ/სთ-იც კი იყოს. მათი სხეულის სიგრძე 5 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 820 კილოგრამს. სპორტული თევზჭერის პოპულარული ობიექტია. მარლინი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ თევზად მსოფლიოში. ეს საოცარი სისწრაფე ეხმარება მას სწრაფად და ეფექტურად ინადიროს. მისი აეროდინამიკური სხეული და ძლიერი კუნთები საშუალებას აძლევს მას სწრაფად გადალახოს დიდი მანძილით წყალში. მარლინს აქვს უნარი გარკვეულწილად დაარეგულიროს სხეულის ტემპერატურა, რაც მას საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად ინადიროს გრილ წყლებშიც. ეს უნარი, რომელიც ძალიან იშვიათია თევზებში, მარლინს ეხმარება შეინარჩუნოს სწრაფი რეაქცია და ენერგია. უფრო ცივ გარემოშიც კი. აღნიშნული კადრები მართლაც ჩამბეჭდავია. მეთევზეებმა უზარმაზარი მარლინი დაიჭირეს. თუმცა ის ასეთი ადვილი და ასამორჩილებელი ნამდვილად არაა. მარლინი ბევრს იბრძოდა და საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა მეთევზეების ხელში. საბედნიეროდ ის სპორტული თევზჭერის ობიექტია და მეთევზეები მას ყოველთვის აბრუნებენ წყალში. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული მარლინი დაუბრუნდა თავის სახლს. ალბათ არავის უნდა შეხვდეს ვეფხვისებრ ზვიგენს. ეს დიდებული არსება ყველას შიშის ზარს ცემს. ვეფხვისებრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და შიშის მომგვრელი ზვიგენია, რომელიც ოკეანეებში გვხვდება. ზვიგენს სახელი მისი სხეულის მუქი ზოლების გამო ეწოდა, რომლებიც ვეფხვის ზოლებს გავს. ეს ზოლები ყველაზე შესამჩნევია ახალგაზრდებში და ასაკთან ერთად ბაცდება. ისინი ეხმარებიან ზვიგენს შეუმჩნევლად გადაადგილდნენ სანადირო ტერიტორიაზე, რადგან ზოლები მის შეფერილობას წყლის სიღრმეებში საკმაოდ კარგად ნიღბავს. ვეფხვისებრ ზვიგენს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რაციონი აქვს. ის ცნობილია როგორც ზღვის სანიტარი, რადგან თითქმის ყველაფერს ჭამს, რასაც კი შეხვდება. მის მენიუში შედის თევზი, ზღვის კუ, სელაპი, დელფინი, მოლუსკი და ზოგჯერ ნარჩენებიც კი. ასევე მას ხშირად აწყდებიან ნაგვის გადაყრის ადგილებშიც, სადაც ნარჩენებს ყლაპავს. ვეფხვისებრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზვიგენია, რომელსაც შეუძლია 5 მეტრამდე სიგრძეს და 900 კილოგრამამდე წონას მიაღწიოს. მისი დიდი ზომა და მძლავრი ყბები მას განსაკუთრებულ მტაცებლად აქცევს, რომელიც ეფექტურად ნადირობს ოკეანის სიღრმეებში. მას აქვს უნიკალური მგრძნობელობა.
ელექტრომაგნიტური ველის მიმართ, რაც ეხმარება ნადირობაში. ის ასევე იყენებს თავის იმპულსებს წყლის ნაკადების წნევის ცვლილებისა თუ თუნდაც მტაცებლის გულისცემის მოსაძებნად. ეს საოცარი უნარი საშუალებას აძლევს მას ეფექტურად მოიპოვოს საკვები და მარტივად ინადიროს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნავით მიცურავთ და თქვენთან ერთდროულად ერთი კი არა, სამივე ფხვისებრი ზვიგენი მოცურავს. ეს ალბათ შოკის მომგვრელი და საშიში მომენტი იქნებოდა. აი ამ ვიდეოზე სწორედ ეს კადრებია ასახული. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოვლენა, რაც კი შეიძლება ზღვაზე ან ოკეანეში მოხდეს, ეს არის კვადრატული ტალღები, რომელსაც ჯვარედინ ტალღებსაც უწოდებენ. კვადრატული ტალღებით განსაკუთრებით ცნობილია საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო, რომელიც როგორც წესი უამრავ ტურისტს იზიდავს. ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან ამ სანახაობისთვის, მაგრამ ადამიანს თუ რეალურად სურს დატკბეს კვადრატული ტალღების ხედით, ეს უმჯობესია შორი მანძილიდან გააკეთოს ან ზამთრის დღეებში ეწვიოს სანაპიროს. ზოგადად ტალღები ზღვის და ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი წყლის უდიდესი მასებია. ტალღების გამომწვევი მიზეზი მთვარისა და მზის მიზიდულობის ძალები, ქარი, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, წყალქვეშა მიწისძვრები და ზღვის ფსკერის დეფორმაცია. ამ მიზეზების შესაბამისად განარჩევენ მოქცევის, ქარის მიერ და ბარიულ და სეისმურ ტალღებს. ტალღები, რომლებიც განუწყვეტილ განცდის ენერგიის ზემოქმედებას იძულებითია, ხოლო ტალღები, რომლებიც გამომწვევი ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგაც განაგრძობენ მოქმედებას, თავისუფალია. მაგრამ რას ნიშნავს კვადრატული ტალღების წარმოქმნა ზღვაში? ეს ტალღები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დინებას და ქარს წყალი ერთმანეთის საპირისპიროდ მიაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ქარის ნაკადი წარმოქმნის ახალ ტალღას, როცა ამავდროულად ძველი წარმოქმნილი ტალღა ისევ აგრძელებს მოძრაობას თავისი მიმართულებით. ეს მოვლენა საშიშია როგორც ხომალდებისთვის, ისე ადამიანებისთვის. ამიტომაც ამ მოვლენას შეამჩნევთ თუ არა, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ ხმელეთზე. ტალღები ამ დროს დიდი სიჩქარით მოძრაობენ და დიდი ალბათობით ნაპირიდან ძალიან შორს გაიტაცებს ასეთი ტალღა ადამიანს. მას შეუძლია პატარა ნავიც კი გადააყირაოს. რეალურად ასეთ დროს ზღვაში ძლიერი ნაკადი იქმნება, რაც ყველაფერს სიღრმისკენ ეკაჩება. ასე რომ სანაპიროზე მოცურავე ადამიანის ძალიან შორს გადაცება შეუძლია ასეთ ტალღას, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე მარტივია. ვულკანური ელვა. ნებისმიერი ელვა გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თანსდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება. უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი უფრო ზემოთ, მაგრამ რა შუაშია ვულკანური ელვა? რატომ ჩნდება ვულკანის ამოფრქვევის დროს ელვა? ელვის წარმოშობა ბოლომდე როგორც წესი ღრუბლებშიც კი არ არის გარკვეული და შესწავლილი, მით უმეტეს ვულკანური ელვის. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ვულკანის ყელიდან ამოწყორცნილი მაგმური ბურთულები და ვულკანური ფერფლი ელექტრული მუხტების მატარებელია და განსხვავებული მიმართულებით მოძრაობს. საბოლოოდ კი ისინი სივრცულად გამოყოფილ არეებს ქმნიან. სხვა ვერსიის მიხედვით ასეთი განმუხტვა ვულკანური ფერფლის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკების შეჯახებით შეიძლება ხდებოდეს. საიდან ჩნდება ელექტრული განმუხტვები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებს შორის დღემდე მიმდინარეობს დავა, მაგრამ ძირითადი თეორია ასე ჟღერს. ელვა ვულკანის თავზე იმავე პროცესების წყალობით ჩნდება, რაც ღრუბლებში ელვის დროს ხდება. გრიგალის დროს სხვადასხვა მუხტით დამუხტული ყინულისა და ნესტის ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება და ელექტრულ განმუხტვას წარმოქმნის. ვულკანის თავზე ზუსტად მსგავსი რეაქცია ხდება. ვულკანის ყელიდან აღმართული ნაწილაკები დადებით მუხტს ატარებენ, ხოლო ქვემოთ დაშვებული ფერფლი უარყოფით შეჯახებისას ისინი ელექტრულ ნაბერწკალს წარმოქმნიან, რომლებიც ადვილად იფანტებიან ნესტიან ჰაერში. ასეთი დაძაბული ატმოსფერო მიწიდან რამდენიმე მეტრში იქმნება. შესაბამისად, მაგმის ნაკადები მუხტის კომპლექსურ განაწილებას ახდენენ, რისგანაც ელვა იშვიათად აღწევს ზედაპირამდე. ბრაინიკლი. ეს გახლავთ წყალქვეშა ყინულის ლოდი, რომელიც სიღრმეში წარმოიქმნება. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა ნაკლებად მარილიანი წყალი ოკეანის წყალს ერევა. ფსკერზე დაშვებული ბრაინიკლი გზად ყველა სულიერს ყინავს. ბრაინიკლი ძალიან სწრაფად წარმოიქმნება და ის მაშინაც აგრძელებს ზრდას, როდესაც ფსკერს მიაღწევს. ზრდა გრძელდება ფსკერზე და ის ყველა ცოცხალ არსებას ყინავს, რომელსაც კი შეეხება. პენიტენტესი. ეს ერთგვარი წვეტიანი ყინულის მასების წარმოქმნა. რაღაცით ეს ყინულები წყალქვეშა ყინულის მასებს გავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პენიტენტესი მაღალ მთებში ჩნდება. წარმოიდგინეთ, ასეთი ყინულის წვეტიანი ფორმების სიმაღლე შეიძლება 4 მეტრსაც კი აღწევდეს. პირველად ისინი 1835 წელს ჩარლს დარვინმა აღმოაჩინა. მოგზაურობის დროს, როდესაც ის ჩილეში იმყოფებოდა, სწორედ აი ასეთი სურათი დაინახა. მათი წარმოშობა ქარს დაუკავშირა, თუმცა დღეს მეცნიერებმა იციან, რომ ასეთ ფორმებს
მხარი კი არა მზე ქმნის თოვლისგან. 2001 წელს კოლორადო ბულდერის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა მერედით ბეტერტონმა პენიტენტეს, ანუ ყინულის წვეტიანი შვერილები ლაბორატორიაში შექმნა. ყარიდან აირატში გადაყვანის პროცესებით. პენიტენტესი მომლოცველ ხალხს ნიშნავს. ეს მოვლენა, რომელიც მაღალ მთებში გვხდება, რეალურად გავს ჯგუფურად შეკრებილ მომლოცველ ხალხს. ცეცხლოვანი ცისარტყელა. როგორც წესი, ცეცხლოვანი ცისარტყელა ზაფხულის ცხელ დღეებში ჩნდება და ის ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა შემჩნეული. სინამდვილეში ამ მოვლენას არანაირი კავშირი არ აქვს არც ცეცხლთან და არც ცისარტყელასთან. მზის სხივები ყინულის კრისტალებში გავლისა და გარდატეხის შემდეგ ცაზე მსგავს ნათებას ქმნის. ფენომენი თავს მაშინ იჩენს, როდესაც მზის დახრილობა ჰორიზონტზე 58 გრადუსზე მეტია, ხოლო ყინულის კრისტალები ღრუბლებში ჰორიზონტალურად არის განლაგებული. კლილუკის ტბა. ეს ბუნების ისასწაულია, რომლის ნახვის შემდეგ იჩნდება კითხვა. როგორ? კანადაში ბრიტანულ კოლუმბიაში მდებარეობს ლაქებიანი ტბა, კლილუკი. იგი მდიდარია მინერალებით. ზაფხულის ცხელი დღეებისას კლილუკის ტბის წყალი ორთქლდება და მის ზედაპირზე ჩნდება მრგვალი საოცარი სილამაზის მქონე ფორმის წყლით სავსე ლაქა, რომელთა ფერთა გამა ამინდების მიხედვით იცვლება. ტემპერატურის +53 გრადუსის ცელსიუსის პირობებში ტბის ზედაპირზე ჩნდება დაახლოებით 400-მდე წყლის გუბე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტბაში არ ბინადრობს არც ერთი სახეობის თევზი და მასში მხოლოდ რამდენიმე მიკროორგანიზმია გავრცელებული. ერთი შეხედვით ეს ოპტიკურ ილუზიას მოგვაგონებს, მაგრამ სინამდვილეში ის ბუნების სასწაულია. ერთ-ერთი უძველესი ლეგენდის მიხედვით ტბამ შეაჩერა მრავალწლიანი ომი ორ კანადელ ინდიელთა ტომს შორის. მებრძოლებმა, რომელთაც ბრძოლის შემდეგ ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული, ტბის წყლით განიბანეს, რადგანაც იარები მალევე მოუშუშტათ და შესაბამისად მათ იფიქრეს, რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ბრძოლას, რადგან იარებს ამ ტბის წყალი მაინც აშუშებდა. დღეს ამ ტბასთან ახლოს მისვლა არც ისე ადვილია. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტომიდან სპეციალური ნებართვაა საჭირო იქ მისასვლელად. რამდენიმე წლის წინ ჩინეთში ერთ-ერთმა კომპანიამ გადაწყვიტა ველოსიპედების ბიზნესის წამოწყება. ისინი ყიდნენ და აქირავებდნენ ველოსიპედებს, თუმცა მალევე მათ ვერ გაითვალისწინეს მოთხოვნა და არასწორად შეაფასეს სიტუაცია. შედეგად კომპანიამ 100,000-ობით ველოსიპედი იყიდა, თუმცა მოთხოვნა ამდენ ველოსიპედზე არ ყოფილა. სად უნდა წაიღოთ უამრავი ველოსიპედი ერთად? თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩინეთში მუდამ ადგილის დეფიციტია, კომპანიას მოუწია ველოსიპედების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაეტანა. ეს კი ერთგვარი ველოსიპედების სასაფლაოდ იქცა. ამასთან ადამიანები, რომლებიც ველოსიპედებს ქირავდნენ, ქუჩაში ტოვებდნენ მათ და ეს ქაოსს ქმნიდა. დრონის მიერ გადაღებულ კადრებში თქვენ თავად ხედავთ ველოსიპედების სასაფლაოს. 1000-ობით ველოსიპედი ისე ყრია მიწაზე, რომ მას არავინ ხელს არ კიდევს. ზოგიერთ ბავშვს ველოსიპედი ენატრება, იქ კი მათ ყურადღებას არავინ აქცევს. 2019 წელს ფლორიდის სანაპიროზე ჩაიძირა უზარმაზარი გემი, რომლის სიგრძეც 50 მეტრს აღწევდა. უზარმაზარი გემი პირდაპირ ფსკერისკენ დაეშვა. ამ მომენტებს კი დრონი იღებდა. ეს გასაოცარი კადრებია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გემი ძირითადად კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა და მისი დახმარებით აკრძალული ნივთიერება გადაჰქონდათ მაიამიდან ჰაიტიზე. მას შემდეგ, რაც გემი ჩამოერთო კომპანიას, ის სპეციალურად ჩაძირეს სანაპიროსთან ახლოს, რომ ის დამსგავსებოდა ხელოვნების ნიმუშს, რომელსაც დამსვენებლები წყლის ფსკერზე დაათვალიერებდნენ. გემი სპეციალური ტვირთმზიდი სხვა გემებით გაიყვანეს ოკეანეში და ბეტონით გაავსეს, რომ მარტივად ჩაძირულიყო. ეს რაღაცით ტიტანიკის ჩაძირვას გავდა, ოღონდ მსხვერპლის გარეშე. გემის ჩაძირვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ სანახაობას ერთდროულად არაერთი სტუმარი ადევნებდა თვალს. ფრინველები როგორც წესი ცის mbრძანებლები არიან. დრონების გამოჩენა მცაზე მათი გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით ვერ იტანენ დრონებს დიდი მტაცებელი ფრინველები. ამიტომაც არწივები და ქორის მსგავსი მტაცებლები ხშირად ესხმიან თავს დრონებს. ამ ვიდეოზეც კარგად ჩანს თუ როგორ ესხმის თავს დრონს მტაცებელი ფრინველი.
2017 წელს ბრაზილიელი მკვლევართა ჯგუფი ამაზონის ჯუნგლებს ეწვია, იმისთვის რომ მათ მოეძებნათ იზოლირებული ხალხი, რომლებიც დღემდე ვერ შეუერთდნენ ცივილიზაციას. 190 კილომეტრიანი ფრენის შემდეგ მკვლევართა ჯგუფი დაბანაკდა აბორიგენების მახლობლად, თუმცა მათ არ შეეძლოთ ადგილობრივი მოსახლეობის მიწაზე შესვლა. ამიტომაც დრონი გაუშვეს, რომ ზემოდან დაენახათ და იქაურობა დაეთვალიერებინათ. დრონმა დააფიქსირა გასაოცარი კადრები, აბორიგენ მოსახლეობის ცხოვრება. რამდენიმე მათგანმა შეამჩნია ეს უპილოტო საფრენი აპარატი და ისინი გაოცებულები უყურებდნენ მას. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ის ჩიტიც კი ეგონა. ეს კადრები გასაოცარი და უნიკალურია. როგორც წესი, დრონი დაფრინავს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ჩიტები დაფრინავენ. ხშირად დრონის ობიექტივში ისეთი გასაიდუმლოებული მომენტები ხდება, რაც როგორც წესი არავინ უნდა ნახოს. ეს კადრები გადაღებულია 2020 წელს, COVID პანდემიის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკთან ახლოს ერთ-ერთ კუნძულზე. კადრში კარგად ჩანს უზარმაზარი საფლავი, სადაც თეთრ კუბოებში ჩასვენებულ COVID-ით გარდაცვლილ გვამებს მარხავენ. როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა, ხალხმა ამაზე საუბარიც დაიწყო. როგორც ამბობენ, უსახლკაროების 80%, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID პანდემიის დროს დაიხოცა, სწორედ ამ სასაფლაოზეა დაკრძალული. ეს კადრები მართლაც რომ შოკის მოუგრელია. ვეფხვები გასაოცარი ცხოველები არიან. მათი პოპულაცია მსოფლიოში ნელ-ნელა მცირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ციმბირული ვეფხვი, რადგან ის განსხვავებული და იშვიათია ჩვენს პლანეტაზე. დრონმა ამჯერად ციმბირული ვეფხვების დაფიქსირება მოახერხა. ამ შემთხვევაში ვეფხვების ჯგუფს უღებდა ველურ ბუნებაში დრონი. ერთ-ერთი დრონი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. რა თქმა უნდა, ამ ჭკვიან მტაცებლებს ეს არ მოეწონათ და საფრთხეთ აღიქვეს. ერთ-ერთ ვეფხვს სულ რამდენიმე წამი დასჭირდა იმისთვის, რომ დრონი საკუთარი კლანჭებით ჩამოეგდო. ეს უნიკალური კადრებია. კენგურუ გასაოცარი ცხოველია. მას ძალიან კარგად გამოსდის კრივი. ეს ცხოველი თავდასხმაში მართლაც შესანიშნავია. ალბათ წარმოგიდგენიათ, რას უზამს ეს ცხოველი დრონს, თუ კი ის გზად გადაეყრება. ამ შემთხვევაში დრონი იღებს კენგურუს. ის ძალიან ახლოს მივიდა მასთან. თუმცა კენგურუ, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან კარგი მოკრივეა. ამიტომაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ მან მაინც მოარტყა მარჯვენა პირდაპირ და დრონი ნოკაუტში გაუშვა. დრონები ხშირად კეთილ საქმესაც ემსახურება. მაგალითად, მაშველებისთვის დრონი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. თუ კი ადრე ვეებერთელა ვერტმფრენი იყო დაკარგული ადამიანის აღმოსაჩენად საჭირო, ახლა ყველაფერი შეუძლია გააკეთოს პატარა დრონმა და ამას გაცილებით ცოტა დრო სჭირდება. ამ მამაკაცმა გადაწყვიტა გზა მოეჭრა სახლისკენ და ჭაობიანი გზით დაბრუნდა. მოულოდნელად ის ტალახში ჩავარდა და იქიდან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. ეს მომენტი მოულოდნელად დრონის ობიექტივში აღმოჩნდა. მამაკაცთან მალევე მივიდა სამაშველო ჯგუფი და ის სიკვდილს გადაარჩინეს. დრონმა ამ შემთხვევაში ძალიან კარგი საქმე შეასრულა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დრონით ისეთი ადგილების გადაღებაა შესაძლებელი, სადაც ჩვეულებრივ როგორც წესი ადამიანი ვერანაირად ვერ მივა. ასეთი გასაოცარი და სახიფათო ადგილია ვულკანის ამოფრქვევის წერტილი. თქვენით ნახეთ, როგორი ლამაზი სანახაობა. ბერმუდის სამკუთხედი, ასე ვთქვათ, ქალაქური ლეგენდა, რომელიც ფოკუსირებულია ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილზე არსებულ არამკაფიოდ განსაზღვრულ რეგიონზე, სადაც როგორც ამბობენ, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა 50-ზე მეტი გემი და 20 საფრენი აპარატი. წარმოდგენა ბერმუდის სამკუთხედზე შეიქმნა მე-20 საუკუნეში, მაგრამ ავტორიტეტული გამოცემების უმრავლესობა უარყოფს აქ რაიმე სახით არსებულ იდუმალებას და მაინც მსოფლიო საუბრობს ამ გასაოცარი ადგილის შესახებ. მსოფლიო მოსახლეობაში ბერმუდის სამკუთხედის ხსენება შიშს იწვევს. ამ გაუჩინარებათა ასახსნელად სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება. უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან დაწყებული, უცხოპლანეტელთა გემების მოტაცებით დამთავრებული, თუმცა სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ყოველივე ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს ევენჯერის ტიპის 5 ბომბდამშენ ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ ლოდერდეილში.
14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინში, მშვიდი ზღვის თავზე. ცნობილია, რომ ბაზასთან რადიო დალაპარაკებებისას პილოტები თითქოს და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭების და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიხედვით სამკუთხედი პრაქტიკულად არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორისაც ბერმუდის სამკუთხედი რატომღაც არ მოხვედრილა. მთლიანობაში კი ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეს. დროებით.